მოგესალმებით მეგობრებო, მოდი დღეს შევაჯამოთ ქართული YouTube 2025 წელს. რა საინტერესო პროექტები იყო, რომელი არხები, ვიდეოები დაგვამახსოვრდა და ასე შემდეგ. იქნება ძალიან ბევრი ნომინაცია, მათ შორის რამდენიმე იქნება იუმორისტული ნომინაციაც. დავიწყოთ. ცხადია მე არ მაქვს ილუზია, რომ თავიდან ბოლომდე ობიექტური იქნება ყველა ნომინაცია, მით უმეტეს გამარჯვებული, ვინაიდან მე შევარჩიე და შესაბამისად გამარჯვებულებიც მე გამოვავლინე, მაგრამ მეცადე რომ დამეცვა ობიექტურობა. ამიტომ თუ რომელიმე ნომინაცია და გამარჯვებული არ მოგეწონებათ, ან რაიმე კრიტიკული დამოკიდებულება გექნებათ, აუცილებლად მოიწერეთ კომენტარებში და ასევე გამომჩა თუ არა რომელიმე YouTube არხი, შეიძლება და თუ არა კიდე სხვა რომელიმე ნომინაციის დაწესება და იქ სხვა YouTube არხის გამარჯვება, ეს ყველაფერი მომწერეთ კომენტარებში. მაშასე და ერთი ნომინაცია კამერის უკან არის ჩემი ძმა და ერთ ნომინაციას ასევე წლის საუკეთესო არხს ჩემი ნომინაციაც იქნება და მისი ნომინაციაც მისი აზრითაც წლის საუკეთესო არხი რომელი იყო მისთვის ამასაც გავიგებ. დავიწყოთ. მაშასე აქ ჩამოწერილი მაქვს ლეპტოპში ყველა ნომინაცია და გამარჯვებული, ყველას ვერ დავიმახსოვრებდი, ამიტომ დავიწყოთ სათითაოდ მათი განხილვა. პირველი წლის ტურისტული ვიდეო და ეს არის ვიდეო, რომელიც ალბათ რა ვიცი, თელმა YouTube-მა ნახა. თელმა თუ არა, ორმა მესამედმა მაინც მინიმუმ. ეს არის Soso Around the World ჩრდილოეთ კორეაში. ეს არის რეალურად ერთადერთი ვიდეო Soso-ს გადაღებული, თუ არ ჩავთვლით კიდე რამდენიმე ვიდეოდან მონაკვეთს, რომელიც მე მის არხზე ვნახე. ვაღიარებ რომ ყველა ვიდეო სხვა ვიდეოები უბრალოდ მე მის არხზე არ მინახავს, ნახე მხოლოდ რაღაცა მონაკვეთები და აი ეს არის ერთადერთი ვიდეო, რომელიც მე ვნახე თავიდან ბოლომდე და მე ამან მომცა ასევე ინსპირაცია რა სხვა ვიდეო გამეკეთებინა ჩემ არხზე, ჩრდილოეთ კორეაზე, Soso-ს ვიდეომ რამდენიმე ასეთი ვიდეოს გაკეთების ინსპირაცია მომცა. მოკლედ, წლის ტურისტული ვიდეო არის Soso ჩრდილოეთ კორეაში. წლის საუკეთესო სპორტული შოუ. წლის საუკეთესო სპორტული შოუ, ბევრი დამეთანხმება, რომ არის წელსაც და ალბათ შარშანაც მაგიდის დერბი. ეს არის YouTube პროექტი, სადაც ნაფიქრია არა მხოლოდ იდეაზე, არამედ მე ყოველდღიურად ფიქრობენ, რამდენად საინტერესო იყოს გადაცემა, საინტერესო იყოს კითხვები, საინტერესო იყოს სტუმრები და გაცდა ეს ყველაფერი მხოლოდ ცნობილ ადამიანებს და ყველა შეუძლია უკვე მონაწილეობის მიღება სახალხო პროექტად გადაიქცა სპორტული სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. ანუ წლის საუკეთესო სპორტული შოუ არის მაგიდის დერბი. შემდეგ მიწერია საუკეთესო ლაივ პროექტი და აქ ორი აზრი არ არის, რომ საუკეთესო ლაივ პროექტი უდაოდ უნდა იყოს ოქტომბრის ლაივი, იმიტომ რომ იმდენი ხნიანი ლაივი თითქმის თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი და ზოგიერთი კონკრეტული ეპიზოდები ნახე კიდეც ორჯერაც კი, შესაბამისად რაღაც კონკრეტული ეპიკური მონაკვეთები, მათ შორის ტატოს ის ეპიკური დილა, თქვათ, ფეხბურთის ერთად ყურება და შემდეგ ეს ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო ლაივ პროექტი და ამის გარდა კიდე მახსენდება ეგეთი ლაივ პროექტი, როცა კალა მიდიოდა ფუ პოდკასტის ჩასაწერა და მე აქ ხალხურს ვადევნებდით, რომ თქვათ რომელ საათზე ამით გავარკვიერო, თქვათ რომელ საათზე იწერენ ამ გადაცემას და ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მთელი ეს პროექტი. რაღაც კონკრეტული ჩავარდნები ჰქონდათ, როცა არაფერი არ ხდებოდა ლაივში, მაგრამ იყო ეს ძალიან მცირე დროის განმავლობაში მთელი ამ დიდხნიანი ლაივის დროს. შემდეგი უფრო იუმორისტული კატეგორია, წლის ყველაზე clickbait არხი არის Gigi on the Road. ჩემი აზრით, ძალიან კარგად ახერხებს ამას, რომ ძალიან clickbait thumbnail-ები აქვს და შესაბამისად და ძალიან ბევრი ადამიანი გადადის ხოლმე მის ვიდეოზე. მე ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ clickbait-ია და მის ვიდეოებში, ტურისტულ ვიდეოებს გულისხმობ, არ არის შინაარსი, მაგრამ ის რომ ყველაზე clickbait-ი არის ჩემი აზრით Gigi on the Road, ეს ყველაფერი ამ ნომინაციით გავარკვიეთ. წლის საუკეთესო game show აქ ბევრს არ დავაყოვნებ და გეტყვით რომ ეს არის YouTube Mafia და G2G-ს მე არ მაქვს ნანახი ის პირველი ვიდეოები, როცა ონლაინ აკეთებდა G2G ამ ყველაფერს და მაგრამ მას შემდეგ რაც ერთ ოთახში შეკრიბა მაფიის მოთამაშეები, ამ ყველაფრის მერე ეს ყველაზე საუკეთესო game show-ა ამ ეტაპზე, რაც ქართულ YouTube-ში არის ჩემი აზრით. აიცნობა თავის როლს. იგუძებს მეშვიდე წლის საუკეთესო სცენარი და ნარატივი. ეს არის ცოდნის პორტალი. თავიდან თვითონაც თქვა ვიდეოში
არხის წამყვანმა ერთ-ერთ პოდკასტში, რომ თავიდან არ იყო ისეთი როგორც მე გახდა, თუმცა კარგად დაყვა მაყურებლის მოთხოვნას და ძალიან საინტერესო არხი გამოუვიდა. წლის დებიუტი. წლის დებიუტი არის ძალიან საინტერესო ნომინაცია და აქ არ შეიძლება არ ვთქვათ არხი ზმუკი, რომელიც მიყავთ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას და ნიკა კოჩაროვს და მე როგორც ალტერნატიულ მუსიკასთან არა ახლოს მდგომი ადამიანიც კი შემიყვანეს ამ ძალიან საინტერესო სამყაროში და ძალიან ბევრი მუსიკოსი აღმოვაჩინე. როგორც ამბობენ თვითონაც და როგორც დოჩანაშვილმა თქვა, პირველად ნახვის, პირველად მოსმენის სიამოვნება სწორედ ზმუკის ძალიან ცნობილი ვიდეოებიდან მივიღე, რომ არის ძალიან ბევრი რეკომენდაცია, სადაც შეგვიძლია ჩვენ ძალიან საინტერესო მუსიკა აღმოვაჩინოთ იმათ, ვინც ალტერნატიული მუსიკის სამყაროში არის ახალი. ამიტომ წლის დებიუტი უდაოდ ზმუკი, არხი ზმუკი. წლის საუკეთესო მონოლოგი კამერასთან. ეს არის YouTube არხი უჯარიმოდ უეჭველი. ეს არის სპორტული იუმორისტული კონტენტი, რომელიც არის ძალიან საინტერესო რომ უყურებ, თან სპორტულია და თან იუმორისტული და ეს ყველაფერი ისე კარგადაა შეზავებული ერთმანეთთან, რომ აუცილებლად აღმინიშნა ეს არხი ყველაზე საუკეთესო მონოლოგი კამერასთან. ეს აქვს ხოლმე ვლოგები და გასვლებიც, მაგრამ თავარი არხი რაც იყო თავიდან არ ვიცი შეინარჩუნებენ თუ არა ამას, მაგრამ საუკეთესო მონოლოგი კამერასთან ეს არის ნამდვილად YouTube არხი უჯარიმოდ. შემდეგ ყველაზე სტაბილური არხი. აქ ისევ ოქტომბერში შემოკლავს და იყო რამდენიმე კატეგორია, შემეძლო გაგვიყვანა ჩვენ სოსო. მე მაინც ვარჩიე რომ ჩემი გემოვნებით ეს არის ოქტომბერში, სადაც ხარისხი ამ არხზე არ ვარდება წლების განმავლობაში. შემდეგი გვაქვს ყველაზე მშვიდი და ზომიერი პოდკასტი. ყველაზე მშვიდი და ზომიერი პოდკასტი, არ ვიცი ხა, ბევრი დამეთანხმება ალბათ. მისი წამყვანის 7 საუბრის მანერიდან გამომდინარე უნდა იყოს ჯაფარას პოდკასტი და ამ ნომინაციაში სწორედ გაიმარჯვა ჯაფარას პოდკასტმა ყველაზე 7 და ზომიერი პოდკასტი. საუკეთესო სპორტული ანალიტიკა ცრუცხრიანი კრისტალ სპორტზე. ეს არის სპორტული არხი და ზოგადად ეს პროექტი, რომელსაც მე უყურებდი ცოტა ეჭვის თვალით თავიდან, მეგონა რაღაცა ცოტა გადაჭარბებული სანამ ვიდეოს ჩავთავდი, დიდი ხანი არ ვთავდი ამ ვიდეოს, ამ პროექტს უფრო სწორედ, მაგრამ როგორც კი ჩავრდე განსაკუთრებით ერთ-ერთი თამაშის მერე, თუ არ მეშლება წაგებული თამაშის მერე ნაკრების, ძალიან საინტერესოდ ყვებოდა წამყვანი მთელი ამ ვიდეოს განმავლობაში. ამის შემდეგ მე ამ არხის მაყურებელი გავხდი ამ პროექტის, ამიტომ საუკეთესო სპორტული ანალიტიკა ნამდვილად ცრუცხრიანი. წლის საუკეთესო სპორტულ გასართობი არხი, ეს არის სეტანტა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, როცა ამ არხმა დაიწყო ძალიან საინტერესო გასართობ სპორტული კონტენტის პროექტების შექმნა, გუნდების აწყობა, იგულისხმება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ის ვიდეოები, სადაც დადო ბაციკაძე და პერსონალს სხვა კომაგები არიან, განსაკუთრებით საინტერესო სანახავია ხოლმე და ამიტომ წლის საუკეთესო სპორტულ გასართობი არხი არის სეტანტა, რომელსაც წლის მეორე ნახევრიდან მე უყურებ ფაქტობრივად ყველა მის ვიდეოს, ყველა მის პროექტს. ამიტომ წლის იუმორისტული გუნდი, კაცები, მართალია მე რაღაცა უნდა ვთქვა გულწრფელად, სიმართლე რომ რამდენიმე თვეა თავიდან ბოლომდე არ მინახია, ადრე მუდმივად თავიდან ბოლომდე უყურებდი კაცების ყველა ვიდეოს, მაგრამ ეხლა უკვე რაღაცა ამ ბოლო პერიოდში არ ვუყურებ. ვერ ვიტყვი რომ მომბეს და რომ ვრთავ ხოლმე, მაგრამ რაღაცა ფორმატი შეცვალონ, არა, რაღაცები აქვს დასამატებელი. განსაკუთრებით მომწონს მათი ვლოგების კატეგორია, როცა გადიან სხვადასხვა ლოკაციებზე, ან სპონსორთან, ან ისე, ეს განსაკუთრებით საინტერესო და იმას უყურებ ხოლმე თავიდან ბოლომდე. და ეხა ამ ბოლო პერიოდში სტუდიურად ცოტა ვერ უყურებ, მაგრამ ალბათ რაღაცა დროებით მობეზრების გამო არის და მე ისევ დაუბრუნდები ალბათ. წლის საუკეთესო რისერჩი, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული, გააზრებული კონტენტი ნამდვილად არის ანრი კურტანიძე, რომელიც ჩემგან განსხვავებით თვეში 9 ვიდეოს არ ტვირთავს, გააზრებულ სცენარს, ვიდეოს დეპს და შესაბამისად მისი პროექტი, მისი ვიდეოები არის ძალიან საინტერესო და არის ძალიან გამორჩეულად ფაქტებზე დაფუძნებული. ამიტომ ამ კატეგორიაში რისერჩი და ფაქტებზე დაფუძნებული კონტენტი ანრი კურტანიძე უნდა გავიყვანოთ. ამ წლის საუკეთესო გემბლინგ კონტენტი და გემბლინგ კონტენტის პროექტი უფრო სწორედ ეს არის ცხადია მავანის პოკერ ლიგა, რომელიც ყველა ვიდეო მე ვნახე და რომელიც ცოტა არ იყოს გაურკვევლად დასრულდა, მე არ ვიცი, შეიძლება გამომრჩა, სანამ ვიდეოს წერდი, ვიფიქრო გადავამოწმე მეთქი, მაგრამ ახლა ვიდეოს ჩაწერა დავიწყე უკვე და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ფინალი
გამომჩა თუ არა არ ვიცი, იყო თუ არა არ ვიცი ფინალი, მაგრამ ფინალამდე ყველა ვიდეო ვნახე და ძალიან საინტერესო იყო ყველა, აბსოლუტურად ყველა. პოკერის ლიგა შესაბამისად gambling პროექტის კატეგორიაში აუცილებლად უნდა გავიდეს გამარჯვებულად მავანის პოკერ ლიგა. წლის საუკეთესო მუსიკალური იუმორისტული არხი, აქ ეხა ბადალი არ ყავს, 5 ესებს, მიშა ცინცაძემ ის რასაც აკეთებდა თავის დროზე სხვადასხვა ტელევიზიებში და აკეთებდა მონაკვეთ და აკეთებდა ზოგან პოლიტიკურად, ზოგან არაპოლიტიკურად და ამ შემდეგ, ეს ყველაფერი გააერთიანა თავის არხზე და ძალიან საინტერესო პროექტი შექმნა. ვერ ვიტყვი რომ ყველა მისი სტუმარი იყო საინტერესო, არანამდვილად. ძალიან ბევრ ვიდეოს უყურე გადახვევებით და მარტო მიშას მონაკვეთებს უყურებდი ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი ვიდეო ნახეთ თავიდან ბოლომდე. ამიტომ წლის საუკეთესო მუსიკალური იუმორისტული არხი არის ნამდვილად 5 ესები. ამის მერე წლის ყველაზე აჯამსანდალი არხი არის ჩემი არხი, რომელშიც რა ვიცი. თავიდან დავიწყე ჩემი არხი კონკრეტულად სამეცნიერო ფანტასტიკისა და ასტრონომიის, არ ასტროლოგიის, არამედ ასტრონომიის მოყვარულებისთვის, მაგრამ მე გადაიქცა აჯამსანდალი და ცდილობ რომ რაღაცა ჩავსვა ისევ ამ ჩარჩოებში საინტერესო სერიალები, სამეცნიერო ფანტასტიკა და ასტრონომია. წლის საუკეთესო YouTube სერიალი. აქ იყო ძალიან განსხვავებით სხვა ნომინაციებიდან, ავიც 20 დამეთანხმება ალბათ, ძალიან ბევრი სერიალი იყო ამ კატეგორიაში, თუმცა სხვა შორის მეგონა რომ წინა წლის პროექტი უსაშველოები, მეგონა იმდენჯერ მაქვს უკვე ნანახი, რომ მეგონა რომ ამ წლის, ანუ 2025 წლის იყო, მაგრამ მე ოთომ გამახსენე რომ წინა წელს იყო გადაღებული და ამიტომ მომიწა რომ ამომეღო ამ ნომინაციიდან. ატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ 2025 წლის პროექტი იყო, თუმცა წინა წლის ყოფილა როგორც აღმოჩნდა. წლის საუკეთესო YouTube სერიალი არის ბოლო სეზონი 3. ეს არის ნამდვილად ძალიან ხარისხენად გადაღებული პროექტი, ძალიან საინტერესო სცენარით და აბსოლუტურად გამარჯვებული უნდა ყოფილიყო ეს სერიალი ამ კატეგორიაში. წლის დახურული არხი. ეს არის უდაოდ იღბლიანები, ნიკა ამაშუკელი, რომელიც ჩემთვის და ალბათ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან ბევრისთვის თქო, მაგრამ რადგანაც ნახვები და გამომწერები არ ყავდა იმდენი, მაგრამ ვისთვისაც იყო ყურებადი იყო ძალიან საინტერესო და არა მხოლოდ სპეციალურად, სპეციფიკურად საინტერესო კონტენტი იყო და მე ძალიან არ მომეწონა და გავბრაზდი, როცა დაიხურა მისი არხი და გავბრაზდი არა ნიკაზე, არამედ ხალხზე, რომელმაც ესეთი საინტერესო კონტენტი არ დააფასა იმ მხრივ რომ ყურებადობა ჰქონდა ძალიან ცოტა. ამიტომ წლის დახურული არხი უდაოდ არის იღბლიანები. ანუ ნიკა ამაშუკელის არხი. ახლა იწყება ექსკლუზიური ნომინაციები, სადაც ცოტა იუმორიც გავურიე და ცოტა სერიოზულობაც. ქართული YouTube-ის 2025 წლის ჯიმ კერის ნომინაციაში გაიმარჯვა გიორგი მახარაშვილმა, საეჭვო კაცმა. თუ არ მეთანხმებით, დაწერეთ კომენტარებში, ვინ შეიძლება იყოს ჯიმ კერი კიდევ ქართული YouTube-ში 2025 წელს ან წინა წლებში. წლის ხუმრობა, რომელიც აქვე უნდა ვთქვათ, ამ ნომინაციაში ძალიან ბევრი კარგი ხუმრობა იყო. გამოვარჩიე აჩის ისტორიები, საეჭვო აჩის. მათ შორის გამოვარჩიე 9x7-ის ხუმრობა, უბრალოდ ისტორია. ეს იყო ბუნებრივად დაბადებული ხუმრობა და შესაბამისად ძალიან მიხელესი ამ ხუმრობაზე და მადლობა აჩის რომ არ ამოჭრა საკუთარ თავზე ხუმრობა შეძლებია. მახარასთან უცებ შეკითხვა მაქვს, რამდენია 7x9? ოპა. მინიმუმ. არის ხიშე. უცებ. ანუ 70-ზე მეტი არის რა. 7x9 70-ზე მეტი არ იქნება შეჩება. 7x9 ანუ 7x9. 70-ზე მეტი არ იქნება. არა, ნახე, მეტი იქნება. მე რომ დავიწყო 10 ხო არის 70. მაინც აწובה. ერთი 7 რო გამოვაკლოთ, ეს 4 ხო იქნება ნაშთი დარჩენილი. 6-ზე მეტი არ იქნება წინა. 64, 63. აი მანდ მეყევ სადღაც. ოკეი, კაი. შეჩემ გეოგრაფიაში რო ქონდა ჩავარ და ვიცი მათემატიკაში. მინიმუმ აჩიკო. რამდენია? აჩიკო რომ მეუბნება რომ მათემატიკაში ჩავარ და დაჟე ეგ ვიცი შეჩემ. მე შემიძლია 10 ფაქტი მოყვე აჩიკოზე, სადაც დადასტურდება რომ აჩიკო და ციფრები ჯერ თქვი 7x9 რა არის, მე მოყევი. 7x9 იქნება მინიმუმ 63. არა, კონკრეტული ციფრი თქვი. 63 ალბათ რა. კაი, გასაგებ მიღებულია. გადაცვალა ეხა ერთი წუთი ქონდა მაგრამ. არ არის 63. რა დათვალა? ნახე ბიჭო, ანუ მე შემეკითხე, ყლე მე უნდა გამოსულიყავ ეხა ზის და თავის თავს შეეშვი შეჩემა.
გითხარი 63 მინიმუმ თქო შეჩემა და რავი. აჩიკო, აბა იგი კალკულატორი და ნახე რამდენია. 61. ნახე. აჰა. 7 სხვა რამე იქნება აში. შეიძლება 8-7 იყოს. ბიჭო, ერთ წამი ყველა მიღადავებით თუ რამდენია 7-9? კაც. აჩიკო, 7-9 კალკულატორში რამდენი გაჩვენა? მაინტერესებს. რა აჩვენა? რა აჩვენა? რა აჩვენა? რა კაც მე დავამონტაჟებ ამას. რაზე ლაპარაკობ თან? ეს ამოჭრილი არის. რა აჩვენა? რაზე? მე ხო ყლე ვარ და რა აჩვენა რომ მითხრა? ბოლოს ვიყავით. არა რა მართლა რა აჩვენა? აი რა დაგიწერა რო. ამოჭრილი არის. აზრი არა, გიორგი. 70 დაწერა? 63. ბიჭო, ნახე, შეიძლება დამჯდარია ტელეფონი არ აჩვენებს, ბოლომდე არ იქნის. არის ხოლმე. შემდეგი შეკითხვა. ოთოკ წერს. ბიჭო, აი მაგას ამ ბოლო დროს რანაირად ახერხები რომ აი ორი კაცი ცდილობდა რომ მეყლე გამოვეყვანე. მე არ ვცდილობდი מחარ. ამ ორიდან ერთმა ისე დაიჯვა რომ ანუ ამოჭრილსაც აღარ იხსენებს, აი ყავ აი რამდენად არის? ქართული YouTube-ის წლის მოვაზროვნე. ამაში არ მითანხმება ჩემი ძმა და მე სხვა ვიდეოში ჩავწერთ წლის მოვაზროვნების 10-ს გავაკეთებთ. თუმცა მე მაინც ჩემი გავიტანე ჩემ ვიდეოში და ვთქვი რომ ქართული YouTube-ის წლის მოვაზროვნე არის დატო ბაციკაძე. თუ თქვენც ოთოსავით არ მითანხმებით, მაშინ დაწერეთ კომენტარებში ვინ შეიძლება იყოს წლის საუკეთესო YouTube მოვაზროვნე. შემდეგი ქართული YouTube-ის წლის საუკეთესო დევიდ კოპერფილდი, რა თქმა უნდა, არის ლაშა გელაშვილი. ლაშა გელაშვილი უდავოდ გამორჩეულია ამ კატეგორიაში და დგამს შოუს არა მხოლოდ ფოკუსებს აკეთებს, ილუზიითაა დაკავებული, არამედ კარგ შოუსაც აკეთებს შესაბამისად. სხვა შორის ლაშა გელაშვილისთვის ჰქონდა ნომინაცია მაფიის ჯოკერი, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მაფიას ისე კარგად ვერ თამაშობს, ამიტომ დავუტოვეთ მას კატეგორია დევიდ კოპერფილდი. ქართული YouTube-ის კომენტარების მეფე. არ არის ბევრი გამოცნობა საჭირო, ვინ პასუხობს ყველაზე მეტ კომენტარს, თავის არხზე, სხვის არხზე, ვინ წერს ყველაზე მეტ კომენტარებს. და აქ უნდა გავიმარჯოს, რა თქმა უნდა, G2G-მ, რომელიც თავის ალბათ ყველაზე მეტ კომენტარს წერს სხვა YouTube ვიდეოების ქვეშ, თავის არხზე, სხვა არხზე და ასე შემდეგ. მოგზაური, რომელმაც YouTube-ი დაგოტოვებინა და ბილეთები გვაყიდინა სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვანაირი YouTube არხი ჰქონდა ადრე და საერთოდ ზოგადად სხვა YouTube გუნდში იყო, ამ კატეგორიაში უნდა გაიმარჯოს ნამდვილად კაკომ. ეს არის ძალიან საინტერესო YouTuberi ჩემთვის პირადად. არა მხოლოდ ის, რომ კარგ ისტორიებს ქმნის, კარგ ვიდეოებს ქმნის, არამედ მისი ნარატივი არის ძალიან საინტერესო და მოგანდომებს ნამდვილად რომ იმოგზაურო იქ, სადაც მან გამოგზაურა იმ YouTube ვიდეოთი. ამიტომ ამ ნომინაციაში გაიმარჯვა კაკომ. წლის საუკეთესო შერლოკ ჰოლმსი. ამ არხს არ აქვს ძალიან ბევრი გამომწერი, არ ყავს ბევრი გამომწერი, არ აქვს ბევრი ნახვა. თუმცა ძალიან საინტერესო არხია ჩემი აზრით. და წლის საუკეთესო შერლოკ ჰოლმსი გახდა ალექსანდრე ჩელორთქიფანიძე და მისი არხი თაროს თაობა. წლის სკანდალი YouTube-ზე არის ნამდვილად გიორგი ჯობავას ეკვადორში მომხდარი ისტორია, როცა მას ძვირადღირებული ტექნიკა მოპარეს და დააძინეს ამ თემამ ნამდვილად მიიპყრო უზარმაზარი ყურადღება არა მხოლოდ ქართულ YouTube-ში, არამედ ქართულ მედიას სივრცეში. წლის საუკეთესო გეიმერი. მე მის ვიდეოებს არ უყურებ, გეიმერული ვიდეოები საერთოდ არ მაინტერესებს ზოგადად, მაგრამ თამაშები მისი გამომწერებიდან გამომდინარე, აქ ორი ნომინანტი ყავდა და გაიმარჯვა ნიკა TMG-მ, რომელიც არის ძალიან დადებითი პერსონა, ეთყობა YouTube ვიდეოებიდან, რომელიც მაქვს ნანახი სხვა არხებზე. ამიტომ წლის საუკეთესო გეიმერი ნიკა TMG. წლის საუკეთესო ავტო კონტენტი. მე და თქვენ ელოდებით კონკრეტულ ერთ YouTube არხს, რომელმაც უნდა გაიმარჯოს წესით და ის უნდა იყოს გამარჯვებული, მაგრამ ჩემთვის პირადად მე არ მინახავს მისი ალბათ მიხვდებით ვისაც გულისხმობთ, ის არის ამბობთ ფავორიტი ამ კატეგორიაში, მაგრამ მე პირადად არ მინახავს არც ერთი მისი ვიდეო, ამიტომ რომელიც ვნახე და მომეწონა, ეს არის ხეროდინაშვილი, ალექსანდრე და ამიტომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი არის გამარჯვებული. აქ უნდა ვთქვათ წლის პროექტი, რომელიც დაბრუნებასაც ველით, ეს არის გაასრულითი შეხვედრა, ნამდვილად ეს პროექტი არის ნამდვილად საჭირო ქართული YouTube-ისთვის და არა მხოლოდ ქართული YouTube-ისთვის, ქართული მედია სივრცისთვის. ახლა კი გადავდივართ საფინალო ნომინაციებზე 2025 წლის საუკეთესო YouTube კატეგორიებში. აქ არის რამდენიმე კატეგორია, მეგობრებო და თუ არ მეთანხმებით, ასევე დაწერეთ კომენტარებში და ველოდები რომ დაწერთ კომენტარებში. YouTube-ის ხალხის რჩეული გახდა გიორგი მახარაშვილი, სამი სახალხო პროექტი გვაქვს უკვე ქართველებს, ეს არის ეტალონი, ეს არის იუმორინა და ეს არის საეჭოკაცი გიორგი მახარაშვილი. ამიტომ სახალხო პროექტი არის საეჭოკაცი. შემდეგი არის საუკეთესო პოდკასტი და აქ
არ არსებობს ასევე ორი აზრი, საუკეთესო პოდკასტი არის ფუ პოდკასტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ვიდეო მაქვს ნანახი. და აქედან გამომდინარე არ არის ალოგიკური თუ ვიტყვით რომ ფუ პოდკასტი არის საუკეთესო პოდკასტი 2025 წელს. და საფინალო კატეგორია წლის არხი, რომლის ყველა პროექტი არის ყურებადი, ჩემთვის პირადად ასეა და წლის არხი გახდა ბეტსონ სპორტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ვიდეო ალბათ ნანახი მაქვს და ძალიან ყურებადი პროექტები აქვს თავის არხზე. შესაბამისად, წლის საუკეთესო არხი, ყველაზე ყურებადი არხი არის ბეტსონ სპორტი. მოდი ახლა ოთოსაც მივცეთ საშუალება რომ საუკეთესო YouTube არხი გამოვავლინოს 2025 წლის. ჩემი აზრით 2025 წლის საუკეთესო YouTube არხი არის არხი ოქტოპუსი და ასევე არხ ოქტოპუსზე უფრო მეტ დაფასებას და პოპულარიზაციას იმსახურებს ლუკა კალატოზი, უმცროსი ძმა. მაშასი ამ ნომინაციით დავხურეთ არა უბრალოდ დაჯილდოება, არამედ მთელი YouTube წელი, რომელიც იყო სავსე იდეებით, შეცდომებით და გამარჯვებებით. ეს ვიდეოები არ იქმნებოდა ალგორითმისთვის. ისინი იქმნებოდა თქვენთვის, მათთვის, ვინც უყურებდა, აზიარებდა, აკომენტარებდა, აკრიტიკებდა და მაინც ბრუნდებოდა. აქ არ არსებობს ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულია ყველა, ვინც გაბედა დაწყება, გაგრძელება და საკუთარი თავის ჩვენება. მადლობა თითოეულ კრეატორს, მადლობა მაყურებელს, ეკრანის მეორე მხარეს და მადლობა YouTube-ს, სივრცეს, სადაც იდეები ვიდეოებად იქცევა. ეს ფინალი არ არის დასასრული, ეს არის პაუზა და შემდეგ გაგრძელება. გაგრძელება იქნება. დიდი მადლობა.